მინდა ვისაუბროთ საკმაოდ საინტერესო მიმართულებაზე დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, რომელსაც წარმოადგენს ნეირო, იმუნო, ვენური, ჰორმონო-ჰომოცისტეინ დამოკიდებული რეპროდუქციული დისფუნქცია. ეს არის აკადემიური მიდგომა მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტირებისათვის. პაციენტები, რომლებიც ჩვენ მოგმართავენ უნაყოფობის მიზეზით, არ არიან მხოლოდ რაიმე ერთი მიზეზით უნაყოფო. არამედ მათ აქვთ ერთდროული დარღვევები: ნეიროიმუნური, ვენური, ბიოქიმიური, ეპიგენეტიკური, თერმორეგულაციული, ჰორმონული. ერთ კომპონენტზე მოქმედება არასაკმარისია. ჩვენს ინსტიტუტში მიდგომა არის ძალიან ძლიერი, ორიგინალური, მრავალმხრივი, პრაქტიკულად ღირებული. ჩვენ დიაგნოსტირებას უწევთ იმ პაციენტებს, ვისაც ყველაზე ხშირად ვერ ეხმარებიან. ჩვენ ყველა საკვანძო რგოლს ერთდროულად ვეხმარები და ამ გადასახედიდან გვაქვს რეზულტატი, რაც მოიჩანს ანტიჰომოცისტეინურ თერაპიას. ამავე დროს აღდგება მედილაცია, ქვეითდება როსი, ასე ვთქვათ, რეაქტიული ჟანგბადი, კასპაზა-3, კასპაზა-9, რომელიც პირდაპირ გვიჩვენებს თუ სად არის დაზიანება, რომელ უბანზე, რომელ კერაში სათესლე ჯირკვლებისა და მათზე დამოკიდებული აპოპტოზი. ეფექტი ეს არის სპერმატოგენეზის მოლეკულური დაცვა. ვარიკოცელექტომია, ამ დროს მოიხსნება ვენური სტაზი. ჰიპოქსია, ქვეითდება ტემპერატურა და ქვეითდება კასპაზები. კასპაზები უკვე მოგახსენეთ რაც არის, ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა უკვე ასე დამოკიდებული, რომელიც შეიძლება ვარიკოცელეზე იყოს და სხვადასხვა პათოლოგიებზე და ასეთ შემთხვევაში გვაჩვენებს ეს იმ აპოპტოზ სპერმისას, რომელსაც ჩვენ ეკრანულად ვხედავთ, რასაც მე ცოტა ხანში წარმოგიდგენთ. ეფექტი ეს არის ჰემოდინამიკური რესტავრაცია, ფოლატები და ეპიგენეტიკური, ასე თქვა, სტაბილურობა და სპერმის ხარისხის გაუმჯობესება. ყველაზე მთავარი ეფექტი, რასაც ეს წარმოადგენს, ეს არის გენეტიკური სისუფთავე. აღნიშნული კომბინაცია უზრუნველყოფს რეპროდუქციული ფუნქციის მაქსიმალურ აღდგენას უმეტეს კლინიკურ შემთხვევაში.